დაირღვა თუ არა მერიის მაღალჩინოსნების დაკავების დროს კანონი ამის შესახებ სააპელაციო სასამართლო იმშელებს. დაკავებულთა ადვოკატების შესაბამის სარჩელს სასამართლოში დღის განმავლობაში შეიტანენ. სარჩელის შეტანამდე კი აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და განმარტავენ, რომ დაკავების დროს დარღვეულ იქნა პროცედურული ნორმები. დაკავებულებს ბრალად ედებათ საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დაკავებულ 4-ვე პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ხალხი დაიჭირეს, გაუშვეს, კიდე დაიჭირეს, კიდე დაუშვეს და კიდე დაიჭირეს. ანუ უკანონო დაკავება გვაქვს უკვე არა 2, არამედ 3. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ეს საჩივარი აუცილებლად შევა, იმიტომ რომ ადგილი აქვს უკვე გაუგონარ დარღვევებთან. ეს არ ვიცი, არაფერში არ ჯდება, ლოგიკაში არ ჯდება სამართალს რო თავი დავარდნილ.